მე თვითონ ვარ ფილოსოფიის სტუდენტი და ფილოსოფიაში მოქმედებს ეგეთი ოქროს წესი. როცა აუდიტორიაში ვსულობ ფილოსოფიის კეთებას, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ ის მომხსენებელი და მსმენელი რაღაცა სმენაში იყვნენ. ანუ რაღაცა ორმხრივი დამოკიდებულება იყოს, რომ შესაძლებელი გახდეს რაღაცა აზრის დაბადება იმ პროცესში. და ვფიქრობ, რომ ეხაც ეგეთი მომენტი არის, როცა ჩვენ რაღაცა საერთო მიზანი გვაერთიანებს. და შეუძლებელია რაღაცა მომხსენებელი და მსმენელი იყოს, უბრალოდ საუბრობთ იმას, რაც ჩვენს გულში არის და რაც გულწრფელად გვაინტერესებს, რომ გვინდა ქვეყნის გადარჩენა. და ამიტომ მე ვცდილობ, რომ რაღაცა გულწრფელი სიგნალი გავაგზავნოთ. და ეხლა არის მომენტი, როცა ინსტიტუციები ვერ ფუნქციონირებენ და ის მათ მთავარი ნიშნულობა და არსებობის მიზანი რაც არის, რომ შეინარჩუნონ რაღაცა ის ცნებების შეუნარჩუნონ შინაარსები და შინაარსების ბუნებრივი სიმყარე, შესაბამისი მდგომარეობა, რაც არის სამართლიანობა, თქვათ, ან თანასწორობა, მაგის განხორციელება ვერ ხერხდება ამ სისტემის მიერ. ამიტომ რაც მთავარი სახელმწიფო მოძრაობის პასუხისმგებლობა გაადის სამოქალაქო სექტორზე. ამიტომ ჩვენ როგორც სამოქალაქო სექტორს გვიდგას ეგეთი მომენტი, როცა გვჭირდება რაღაცა აქტის დავადება, რაღაცა მოძრაობა, რომ შევძლოთ თავისუფლებაში დაბრუნება. და ამ თავისუფლებაში ყოფნას და თავისუფლებაში დაბრუნება ჭირდება რაღაცა ცოდნა, რომ თავისუფლებაში შევძლოთ თავისუფლების შენარჩუნება და რაღაცა შემოქმედება, რომ რაღაცა შევქმნათ. და ამ თავისუფლებაში ჩავარდნას ხო ჭირდება, რომ ჩვენ გავბედოთ იმ გაურკვევლობიდან გამოსვლა, რაც ეხლა ჩვენ გვჭირს. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ შეკრებილ ხალხს აქვს მაგის განბედაობა და უნარი, რომ ამ გაურკვევლობაში რაღაცა გზა ვნახოთ. და ამ გაურკვევლობაში არის და გაურკვევლობაში გაბედულებით არის შესაძლებელი რაღაცა ისეთ შინაარსების და ფორმის დაბადება, რაც საომავლოდ სამართლიან სახელმწიფოს აგვაშენებინებს. ამიტომ და ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამო ჩვენ ახლა ესეთ გაყოფილები ვარ და ესეთ გაურკვევლობაში ვართ, არის ის, რომ ხალხის რაღაც ნაწილს არ შეუძლია გაიაზროს, რომ მათ ჭირდება თავისუფლება, რომ შექმნან ადამიანებად, რომ იყვნენ ადამიანები. და ეგ დაფრად და მკაფიოდ მუშაობს. აი ეს ხალხი, რომელიც ახლა ჩვენს უკან არის და ხალხი, რომელსაც სისტემა ელემენტებად იყენებს, რომ რაღაცა შეზღუდოთ ჩვენი ხმა, თავისუფლების ხმა. ვერ იაზრებენ, რომ მათაც დაუდგებათ ეგეთი მომენტი, ოდესღაც, რომ გაიაზრებენ, რომ თურმე იცოდნენ, რომ თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და თავისუფლებაში ყოფნა და თავისუფლებაში ცხოვრება ერთადერთი გამოსავალი და იყო ადამიანი. ცხოვრება შეუძლებელია და ჩვენი მოქმედების მთავარი მოტივი და მამოძრავებელი ძალაც ეგ არის, რომ ვიცით თავისუფლებაში ყოფნის ფასი და მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ არ დადგეს ეგეთი მომენტი, როცა გამოსავალი უბრალოდ არ იქნება და ვიბრძოლოთ მომავალშიც. და ვეცდებით, რომ ეგ მომენტი რაღაცნაირად ჩვენთვის სასიკეთო მომენტად და სამომავლო ეგრად გარდაუქმნათ. ეგ იყო ჩემი მთავარი საქმე, ამიტომ დიდი მადლობა ყურადღებისთვის.